განვითარებული მოვლენებისა და საყოველთაო მღელვარების ფონზე პრეზიდენტი გეგმების შეცვლას არ აპირებს. დღეს მას ლაზიტას ადმინისტრაციული ცენტრისა და პორტის მშენებლობის დახსნა აქვს დაგეგმილი. ზუგდიდში უკვე მობილიზებულია თბილისიდან და ქუთაისიდან ჩასული ავტობუსები, რომლებიც ანაკლიაში პრეზიდენტის დასახვედრად მოქალაქეებს გადაიყვანენ. პრეზიდენტთან შეხვედრის სამზადis ზუგდიდში თვალსადევნებს ჩვენი კორესპონდენტი პაატა ლაგვილავა, ეს ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. პაატა, მოგესალმებით. სოფო თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი დღეს ლაზიკას გახსნის. მანამდე კი ზუგდიდში უკვე მობილიზებულია ავტობუსები, რომლებიც ჩამოიყვანეს სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისიდან და თბილისიდან. ამ ავტობუსებს დღეს ევალებათ, რომ პრეზიდენტის დასახვედრად ანაკლიაში ჩაიყვანონ მოქალაქეები. ჩვენ დილის 9 საათიდან მუშაობთ ამ თემაზე, სწორედ 9 საათიდან არიან ავტობუსები მობილიზებული აქ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან კომბინატში, ასევე გუბერნიის, გამგეობის და ზუგდიდის სპორტ კომპლექსის შენობებთან. ჩვენ მძღოლებს დღეს გავესაუბრებ და ისინი ამბობენ, რომ მათ არადაირი ხელშეკრულება არ აქვთ დამკვეთთან. ისინი ამბობენ, რომ საწვავი ჩაუსხეს და ამის შემდეგ წამოვიდნენ ისინი ზუგდიდში. ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს სწორედ მძღოლების კომენტარები მოვისმინოთ, თუმცა ისინი არ ამხელენ ჩვენთან საუბარში თუ ვინ არის დამკვეთი ამ ღონისძიებაზე მოქალაქეების გადაყვანაზე. არის, ვერაფერს ვერ გეტყვი. საიდან ჩამოგიყვანეს? თბილისიდან. რომელი საათისთვის მიდიან? არის. აბა, შეიძლება შუა დღემდე აქ ვიდგეთ, ვერ გეტყვი. თქვენთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რამე ვინ ჩამოგიყვანა თქვენ? ან ვისი ორგანიზებით ხდება რომ? ვერც მაგას ვერ გეტყვი, ხება რა ის ვისი ორგანიზებით. ფულს გიხდიან თუ ისე ჩამოხვედით? არა, გაწოირა, ფულს გიხდიან. ო, საწვავი ჩაასრულე. დამსწრებელი ვინ არის, წით? ვერ გეტყვი, არის. ვინ ჩაგისხათ საწვავი? საწვავი ვინ ჩაგისხათ? გარაში გაწოვა, ვინ ჩამოსხდა. საიდან ჩამოვწარ? ქუთაისიდან ჩამოვიდა. და რასთან დაკავშირებით ხარ ჩამოვწარ? ხალხთან დაკავშირებით ხალხს უნდა გადავიღონ ანაკლიაში. ანაკლიაში. კი ბატონო, და ჩამოვიღონ უკან ისავ, ჰა? რამე ღონისძიება? კი ბატონო, ღონისძიება, მაგრამ მაინტერესებს, აღონისძიება რა შეინტერესებს. და რომელი საათი? არის, მე 9 საათზე ვარ მოსულია. ტერიტორია, სადაც ლაზიკა შენდება, ჯერ კიდევ ანაკლიას ეკუთვნის. თავად ანაკლიის სტატუსი კი პრეზიდენტის სიტყვიერი ბრძანების მიუხედავად კვლავ სოფელი ანაკლია. ანაკლიასა თუ ლაზიკაში მიხეილ სააკაშვილს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ჩვენ დღეს ვცდილობდით მთელი დღის განმავლობაში დავკავშირებოდით პრეზიდენტის პრესამსახურის უფროს ნათია ბანძელაძეს და გაგვერკვია მისგან დეტალები ლაზიკის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ნათია ბანძელაძე მეცხრე არხის კითხვებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს. სოფო? პაატა ლაგვილავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა პაატა.